ქუჩაში რომ გააჩეროთ ნებისმიერი ადამიანი და დაუსვათ კითხვა თუ რაზე დგას საქართველოს ეკონომიკა, ყველა მათგანის პასუხში ერთ-ერთი აუცილებლად იქნება ტურიზმი. ერთი მხრივ მართლაც ღვთისწყალობაა ჩვენი პატარა ქვეყნის ლანდშაფტური მრავალფეროვნება. მეორე მხრივ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და წინაპრების დამსახურებაა ის, რომ უამრავი ისტორიულ-კულტურული ძეგლები გაგვაჩნია. შესაბამისად, საქართველოში ტურიზმის სფერო მართლაც ერთ-ერთი წამყვანია, თუმცა აქაც უამრავი პრობლემა გვაქვს. იქნება ეს მოუწესრიგებელი საპირფარეშოები ტურისტულ ზონებში, არადიფერენცირებული გადასახადი საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქეს შორის, აღარაფერს ვამბობ განადგურებულ გელათის ფრესკებსა და დატბორილ დოლოჭოპის ბაზილიკაზე, რომელიც რეალურად ტურიზმის პრობლემაც კი აღარ არის, ეს უკვე ეროვნული კატასტროფაა. მოკლედ, პრობლემები უამრავია, თუმცა ამ ვიდეოში მე მინდა შევეხო ერთ-ერთ კონკრეტულ მიმართულებას, საფეხმავლო ტურიზმს, რასაც ჩვეულებრივ სასაუბრო ენაზე ლაშქრობას ვუწოდებთ. მე თვითონ მრავალი წელია ლაშქრობით ვარ დაკავებული და ამ ვიდეოში მოგიყვებით სამ ფაქტს იმ უამრავი პრობლემიდან, რასთანაც მე თვითონ მქონია შეხება მრავალწლიანი გამოცდილების განმავლობაში. დავიწყებ ყველაზე მარტივი პრობლემით და ბოლოს გეტყვით ყველაზე მასშტაბურს. 2019 წლის აგვისტოს ბოლოს გადავწყვიტე თუშეთის დაცული ტერიტორიების ერთ-ერთი ბილიკი მომენახულებინა. ბილიკის ბოლო მონაკვეთი უნდა გაგვევლო შემდეგნაირად. სოფელ გოგრულთადან უნდა გადავსულიყავით დოჭუში. ამ ორ სოფელს კი ყოფს მდინარე თუშეთის ალაზანი, რომელზეც საფეხმავლო ხის ხიდი იყო გადებული. ყოველი შემთხვევისთვის წინასწარ დავრეკეთ დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციაში, სადაც განგვიცხადეს, რომ ხიდი დიდ თოვლობამ გაანადგურა. გასაგებია, რომ მთაში დიდ თოვლობა მართლაც აზიანებს ინფრასტრუქტურას, თუმცა შეგახსენებთ, რომ ეს იყო უკვე აგვისტოს ბოლო, ანუ მთელი სეზონი თუშეთისთვის ფაქტობრივად იყო გასული, რადგან სექტემბრის მეორე ნახევარში როგორც წესი ისევ ხელახლა იწყებს თოვას. ანუ სეზონის დაწყებისთანავე ხიდი აღარ არსებობდა, ხოლო მისი აღდგენა არც სეზონის დასრულებისას მოხდა. აქ განა რაიმე კეთილმოწყობილ ხიდზეა საუბარი, არამედ უბრალოდ მორებისგან შეკრულ საფეხმავლო გადასასვლელზე, ხოლო ამის გამო ჩვენ მარშრუტის შეცვლა მოგვიწია. 2 წლის წინ ბორჯომხარაგაულის ეროვნულ პარკში დაიწვა ლომის მთის ტურისტული თავშესაფარი. ზოგადად ლომის მთის ბილიკი ქართველ მოლაშქრეებში და არა მხოლოდ ქართველებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. თან პოპულარული იყო არა მხოლოდ ზაფხულის, არამედ ზამთრის სეზონზეც. წარმოიდგინეთ, თქვენ არ გჭირდებოდათ გეყიდათ ან დაგექირავებინათ ძვირადღირებული ზამთრის საკემპინგი აღჭურვილობა. არამედ უბრალოდ გაივლიდით ბილიკს, რომლის ბოლოშიც დაგხვდებოდათ ხის ქოხი თბილ ღუმელთან ერთად. როგორც უკვე გითხარით, ეს თავშესაფარი დაიწვა 2 წლის წინ და დღემდე მისი აღდგენა არ მომხდარა. მესამე საკითხი, რაზეც უნდა გესაუბროთ, გაცილებით მასშტაბურია. 2022 წელს დაარსდა ცივგომბორის აღკვეთილი, რომლის ტერიტორია 4935 ჰექტარს მოიცავს. თუმცა თუ კი თქვენ დაგაინტერესებთ, თუ სად მდებარეობს ეს აღკვეთილი და მისი რუკის მოძებნას დაიწყებთ, ყოველ შემთხვევაში საჯარო სივრცეში მას ვერ სადნახავთ. ხოლო თუ კი შევხვალთ დაცული ტერიტორიების ვებგვერდზე, იქ იხილავთ მხოლოდ მარიამჯვრის ნაკრძალის რუკას, რომელიც 1935 წელს დაარსდა და მისი ფართობი მხოლოდ 1022 ჰექტარს შეადგენს, ხოლო ცივგომბორის აღკვეთილი თეორიულად სწორედ ამ ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა არსებობდეს. კითხვის ნიშნებს სვავს დაცული ტერიტორიების საიტზე მოცემული ის ინფორმაციაც, რომ ცივგომბორის აღკვეთილიდან მოხვედრა შესაძლებელია სოფელ თეთრწყლებში, შუამთაში, თელავში, წინანდალში, ასევე ნაქალაქარ ჭერემშიც კი. ხოლო ეს დასახლებები ერთმანეთისგან იმდენად დაშორებულია, რომ შეუძლებელია მხოლოდ 5000 ჰექტარის მქონე ტერიტორიამ ყველა მათგანთან დაგაკავშიროთ. ასევე ცივგომბორის აღკვეთილის დაარსების შემდგომ მოხდა ერთი საფეხმავლო ბილიკის მარკირება. თუმცა გამოიცანით სად მდებარეობს მარიამჯვრის ნაკრძალში, რომელიც როგორც უკვე გითხარით 1935 წელს დაარსდა, ხოლო ცივგომბორის აღკვეთილი წესით მის მიმდებარედ უნდა არსებობდეს. ზოგადად დაცული ტერიტორიების რამდენიმე კატეგორია არსებობს. ეს არის სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი და ასე შემდგომ. ყველა მათგანის დაარსების მიზეზები და მიზნები განსხვავებულია. ერთ-ერთი განსხვავება კი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო ნაკრძალში განსხვავებით სხვა დაცული ტერიტორიებისაგან შესვლა აკრძალულია. იქ დაშვებულია მხოლოდ სამეცნიერო ექსპედიციების მოწყობა. აქ იმაზე არ ვსაუბრობ, საბჭოთა კავშირში შექმნილი სახელმწიფო ნაკრძალების გადაკვალიფიცირება უნდა მოხდეს თუ არა. კი, ჩემი აზრით ზოგიერთი მათგანის მართლაც უნდა მოხდეს ეროვნულ პარკებად და აღკვეთილებად. როგორც მაგალითად საგურამო სახელმწიფო ნაკრძალი გადაკვალიფიცირდა და დღესდღეობით თბილისის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. საუბარია იმაზე, რომ დაარსდა ახალი აღკვეთილი, რომლის კონტურები რეალურად არავინ იცის. ხოლო ტურისტული ბილიკი მოეწყო არა ამ ახალ ტერიტორიაზე, არამედ აქამდე უკვე არსებულ ნაკრძალში. პირადად ჩემთვის ყველა ეს ფაქტი, რაც ჩამოთვალე ცივგომბორის აღკვეთილთან დაკავშირებით, უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს და ბადებს საფუძვლიან ეჭვს შესაძლო ფინანსური მაქინაციის შესახებ.